51 ფრაზული ზმნა უკვე უკავშირდება ზმნას take. ჩვენ ვიცით, რომ take ნიშნავს აღებას, წაღებას, მაგრამ take after უკვე ნიშნავს მსგავსებას. როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ მე დედას ვგავარ, ან ეს ბავშვი მამამის ჰგავს, აი ზუსტად ეს არის take after. მაგალითად, I take after my mother. მე ვგავარ დედაჩემს. I take after my mother. მე ვგავარ დედაჩემს. ანუ take after არის მსგავსება. და შემდეგი ფრაზული ზმნა არის take back. And take something back. რაც ნიშნავს რაიმე ნივთის უკან დაბრუნებას. აი, როდესაც მაგალითად მაღაზიაში რაიმეს დავაბრუნებთ ხოლმე, აი ზუსტად ეს არის take back. მაგალითად, I have to take my new TV back because it is not working. მე უნდა დავაბრუნო, მე მიწევ ჩემი ახალი ტელევიზორის უკან დაბრუნება, იმიტომ რომ ის არ მუშაობს. I have to take my new TV back because it is not working. მე უნდა დავაბრუნო ჩემი ტელევიზორი უკან, იმიტომ რომ ის არ მუშაობს. ანუ take back ნიშნავს უკან დაბრუნებას. და შემდეგი არის take on. რაც ნიშნავს ახალი სამსახურის დაწყებას ან პასუხისმგებლობის აღებას. მაგალითად, I'm gonna take on this job. მე დავიწყებ ამ სამსახურს. I'm gonna take on this job. მე დავიწყებ ამ სამსახურს. და უკვე შემდეგი არის take off. რაც ნიშნავს პირველი ტანსაცმლის გახდას, მაგალითად, ან ქუდის მოხდას, ფეხსაცმლის გახდას, მაგალითად, please take off your shoes. გთხოვთ, გაიხადოთ თქვენი ფეხსაცმელები. Please take off your shoes. გთხოვთ, გაიხადოთ თქვენი ფეხსაცმელები. და take off ასევე ნიშნავს თვითმფრინავის აფრენას. მაგალითად, my plane will take off in 5 minutes. ჩემი თვითმფრინავი აფრინდება 5 წუთში. My plane will take off in 5 minutes. ჩემი თვითმფრინავი აფრინდება 5 წუთში. ანუ take off ნიშნავს ან ტანსაცმლის გახდას, ან ქუდის მოხდას, ან ხელთათმანების მოხდას, მგაძრობას, ხო? და ასევე take off ასევე ნიშნავს თვითმფრინავის აფრენას. და შემდეგი არის take up, რაც ნიშნავს ახალი ჰობის დაწყებას. მაგალითად, I'm not good at basketball. I just took it up recently. I'm not good at basketball. I've just took it up recently. მე არა ვარ კარგი კალათბურთში, მე ის ახლახანს დავიწყე. ანუ take up უკვე არის ახალი ჰობის დაწყება. და შემდეგი უკვე არის take apart, რაც ნიშნავს ნაწილებად დაშლას, ერთმანეთთან დაშორებას. მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I'm gonna take this watch apart to see the problem. მე ვაპირებ, რომ დავშალო ეს საათი, რომ ვნახო რაშია პრობლემა. ანუ take apart ნიშნავს ნაწილებად დაშლას. Take out ნიშნავს ამოღებას. მაგალითად, my dentist had to take out these tooth. რომ ჩემი კბილის ექიმი იძულებული იყო ამოეღო ეს კბილი. My dentist had to take out these tooth. ჩემი კბილის ექიმი იძულებული იყო ამოეღო ეს კბილი. ანუ take out ნიშნავს ამოღებას. და take over უკვე არის შემდეგი ფრაზული ზმნა, რაც ნიშნავს კონტროლს, კონტროლის აღებას. მაგალითად, he can take over my business when I'm away. მას შეუძლია აკონტროლოს, მას შეუძლია უხელმძღვანელოს ჩემს ბიზნესს, ჩემს საქმეებს, როდესაც მე ვარ წასული. He can take over my business when I'm away. მას შეუძლია გააკონტროლოს ჩემი ბიზნესი, როდესაც მე წასული ვარ. ანუ take over ნიშნავს კონტროლის აღებას. 59 ფრაზული ზმნა არის dive into. Dive into. რაც ნიშნავს რაიმეს მთელი ძალის ხმებით გაკეთებას, რაიმეს ძალიან დიდი ყურადღებით გაკეთებას. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მე ახლა ამას ჩავუჯდები, ამას კარგად დავამუშავებ, აი ზუსტად ეს არის
dive into. აი, როდესაც მაგალითად ვამბობთ, რომ მე ახლა ჩავუჯდები და აი ამ სიტყვებს კარგად ვისწავლი, ან რომ მე ახლა ჩავუჯდები და აი ამ გადაცემას კარგად ვუყურებ, ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი მე მთელ ყურადღებას, მთელ კონცენტრაციას აი ამ რაღაცაზე გადავიტან და მთელი გულით გავაკეთებ, აი ამ რაღაცას, ზუსტად ეს არის dive into. მაგალითად, I'll dive into that TV show later tonight. I'll dive into that TV show later tonight. ანუ რომ მე მოგვიანებით ამაღამ ჩავუჯდები ამ სატელევიზიო გადაცემას. ანუ რომ მე კარგად გემრიელად ჩავუჯდები და კარგად ვუყურებ აი ამ სატელევიზიო გადაცემას. ანუ dive into ნიშნავს რაიმეს მთელი ყურადღებით, მთელი კონცენტრაციით, მთელი ძალისხმევით და გულისყურით გაკეთებას. და 50-მე ფრაზულისნა უკვე არის leave out. რაც ნიშნავს გამოტოვებას, გამორჩენას, როდესაც რაიმე ან ვინმე გამოგვრჩება, ან რაიმეს ან ვინმეს გამოვტოვებთ, აი ზუსტად ეს არის leave out. მაგალითად, did everyone get a piece of cake? I don't want anyone to leave out. ანუ ნახეთ, leave out ხომ არის გამორჩენა და I don't want anyone to leave out. უკვე ნიშნავს, რომ არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს. ანუ to leave out არის გამოტოვება, გამორჩენა.